იოსები და მისი დედა უკვირდათ ის სიტყვები, რომლებიც მასზე ითქვა. სიმონმა აკურთხა ისინი და მარიამს. მის დედას უთხრა: აჰა, ეს კრმა მრავლის დაცემისა და აღდგომისთვის არის დადგენილი ისრაელში და ნიშნად, რომელსაც შეეძინა აღმდეგებიან. და შენ სულსაც მახვილი განგმირავს, რათა მრავალი გულის ძრახვა გამომშლავდეს. იქ იყო წინასწარმეტყველი ანაც, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან. ის მეტად მოხუცებული იყო. ახალგაზრდობაში ქმართან 7 წელი ცხოვრობდა. შემდეგ კი ქვრივი დარჩა 84 წლის განმავლობაში. ტაძარს არ შორდებოდა, აშორდებოდა. მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს დღე და ღამე. სწორედ იმ დროს მოვიდა. უფალს ადიდებდა და ყველას ელაპარაკებოდა კრმაზე, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა. როცა ყველაფერი შეასრულეს უფლის რჯულის მიხედვით, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.